გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო, დიდი ხანია ტრადიციული სტუდიური უჯარი მოდა არ მქონია, ხო არ მოგენატრათ ძმებო? კი. ახალი სტუდია გვაქვს. სტუდია რა, ეკრანია და მაგიდა. ეკრანი მაგიდა, კეთილი გული. ესეთი სტუდია გვაქვს. დავიწყოთ. მოდი, დღევანდელი ეპიზოდი ტრანსფერებს მიუძღვნათ, სოფლიოს და ქართულ ტრანსფერებს. წელს არსებობს შანსი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ტოპ 5 ჩემპიონატში 5-ვეში ყავდეს ფეხბურთელი. ამისთვის საჭიროა გამოიწეროთ უჯარი მოდ, დაალაიქოთ ვიდეო, ზარიზღილაკი ჩართოთ და ყველაფერი იქნება. პრემიერ ლიგაში, ლიგა 1-სა და ბუნდესლიგაში უკვე ყავს ფეხბურთელი, სერია A დაგვრჩა და ლა ლიგა. და პირველად ისტორიაში ყველა ტოპ ლიგაში გვეყოლება ფეხბურთელი. მოდი ესპანეთში გავუშვათ ჩაკვეტაძე. ეხლა როგორ შევავსოთ რა ეს ადგილები. როგორ გადავანაწილოთ. ვალენსია სერიოზულად არის დაინტერესებული გიორგის ტრანსფერით. ჩაკვეთს არ უნდა იყოს წინააღმდეგი ასეთ დიდ გუნდში თამაშზე. პრობლემაა ფული. ვალენსიას მეპატრონე პიტერ ლიმი არის სამყაროში ყველაზე ძუნწი ადამიანი. აი რო წარმოიდგინოთ რანაირი ადამიანია, იცით? ვალენსიამ შარშან ატლეტიკოსგან იყიდა ვინმე ხერმან ვალერა $25,000 და წელს გაყიდა $100,000-ად. 75,000 მოუგო. აი ეგეთი კაცია რა. ანხელა მილიარდერი კაცი, აი ესეთ თანხებს დასდევს. აი მე რომ მივდგე მოუდგე, ცოტა მეგობრები შევაწუხო, ცოტა კრედიტი ავიღო, მეც ვიყიდი ხერმან ვალერას. და მე ცოტა უფრო ძვირად გავყიდი. 5 წელია ვალენსიას ტრანსფერში 10 მილიონიც კი არ გადაუხდია. 4-5-8 მილიონი ეგეთ ტრანსფერებს აკეთებენ და ასეთებსაც ძალიან იშვიათად. ყოფილა ისეთი სატრანსფერო ფანჯარაც, როდესაც ქუთაისის ტორპედომ მეტი დახარჯა ტრანსფერებში ვიდრე ვალენსიამ. ერთი ეგეთი იყო, რომ 50,000 დახარჯა სულ ვალენსიამ, ეგეთი ზაფხული ქონდა რა და ჩვენ ცოტა მეტ ხარჯავთ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ჩაკვეს ვალენსიაში გადასვლა არ იქნება მარტივი საქმე, რადგან უოტფორდი 10-15 და ცოტა მეტსაც უეჭველი მოითხოვს, ამიტომ იქნებ რამე კომპრომისული ვარიანტი მოფიქრდეს, არენდა პლუს გამოსყიდვა ან რამე სხვა სისტემა. არადა ვალენსიას გუნდში ძალიან სჭირდება მინიმუმ ერთი გიორგი. სხვანაირად ვეღარ წარმოუდგენიათ უკვე. ერთი გიორგი ლივერპულში წაუვიდათ, სხვა გიორგია მოსაყვანი. ანალოგიური სიტუაცია მეცშიც, მიქაუტაძის შემდეგ უეჭველი გჭირდებაო გიორგი, ადგნენ და ორი გიორგი დაიმატეს, აბუაშვილი და ციტაიშვილი. გიორგის რას ჯობს? იცი რას ჯობს გიორგის? ორი გიორგი. აი ეგეთი ლოგიკით. ზოგიერთმა კლუბმა გიორგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო დიდი ხნით ადრე დაიჭირა თადარიგი. გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ახლა შეუერთდნენ ლივერპულსა და სპორტინგს, თუმცა მათი ტრანსფერები თვეებით ადრე იყო შეთანხმებული, როდის გათვალეს ნახე, რომ გიორგებზე მე ამბავი ატყდებაო და ეგრე იანვარი, ეგ მაგ პერიოდში დაიბევეს უკვე. ლივერპულს სასწაული სატრანსფერო ფანჯარა აქვს. აქამდეც ხო მაგარი გუნდი იყო და ახლა მამარდაშვილი დაიმატეს, ვირცი დაიმატეს, ფრიმპონგი დაიმატეს, ეკიტიკე და კერკეზი დაიმატეს, ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგას წელსაც ქართველი მოიგებს. რომელი ქართველი არ ვიცი, მაგრამ წელსაც ქართველი მოიგებს. ლივერპულმა ზაფხულის ტრანსფერებში უკვე დახარჯა $1 მილიარდზე მეტი, ლარებში დავთვალოთ. $1 მილიარდზე მეტი დახარჯა. ჩვენ კი ტორპედოზე ვამბობთ ხოლმე ფულს ხარჯავს და შედეგი არა. ამდე ფულს რო ხარჯავ, უკეთესი შედეგი არ უნდა იყოს მაგაზე. ალისონი დარჩა ლივერპულში, მამარდას ძალიან დიდი ბრძოლა და შრომა მოუწევს სათამაშო დროის მისაღებად. თუმცა ეხა ამხელა გუნდში რო გადადიხარ, ამხელა გრანდში, ეხა იქ კონკურენცია იქნება. როგორ გინდა ეხა ლივერპულში იყო და არავინ შეგაწუხოს. მოკლედ, ჩაკვე დაგვრჩა და გიორგები დაბინავებული ყავს. გიორგების შემდეგ უნდა მივხედოთ საბებს. გოგლიჩიძეს ვერ ჩავტოვებთ სერია B-ში, ახალი გუნდია მოსაძებნი და საზონოვის კარგ ადგილას
დაბინავებაც მნიშვნელოვანია. ნაკრების დაცვის მომავალია ორივე საბა და საბები უნდა დავაბინაოთ ამ ზაფხულს. ძალიან მნიშვნელოვანია სად გადავლენ. გოგლიჩიძე სერიაში რამდენიმე კლუბს სურს, უпростоრად რამდენიმეს გარდა ყველას სურს. კვერნაძეც შეიძლება დაწინაურდეს სერია B-დან A-ში, საბა საზონოვი სრულად გამოჯამრთელდა და იმედია მალე გაირკვევა მისი მომავალით. ანუ მაღალი ალბათობით სერია A-ში. ან საზონოვი, ან გოგლიჩიძე, ან კვერნაძე, სერია A-ში მაღალი ალბათობით ფეხბურთელი გვეყოლება. მთავარია ლა ლიგა გამოგვივიდეს და სერიას მე ავიღებ ჩემს თავზე და ეგრე შევკრავთ დიდ ხუთეულს, ყველა ტოპ ჩემპიონატში გვეყოლება მინიმუმ ერთი ქართველი ფეხბურთელი და საფრანგეთის ლიგაში აღარც დავთვლი. ცოტა ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ ჩვენი ლეგიონერების შესახებ ნიუსები უნდა მოვიძიო BBC-ზე, Sky Sports-ზე, Bild-ზე, მთელი ცხოვრება მიჩვეული ვარ Azerisport.com-ს, Sport.kz-ს, Savetsky Sport, Football UA, მთელი ცხოვრება აქ ვეძებდი ჩვენზე ამბებს. ეხლა იცი რა რთული აქედან BBC-ზე გადასვლა პატიკო? ძალიან რთული არის. არც ვარ შეჩვეული რომ სად უნდა შევიდე, რაც დავაჭირო რაღაც. იქ Azerisport-ზე შემიშვი ეგრე Football. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა. ნახევარი ზაფხულია კიდე წინ. კიდე იქნება კარგი ტრანსფერები. ზურიკო ყავს მოსაწყობი ტოპ ლიგაში, თუმცა სენტ-ეტიენს კაი 6 მილიონი აქვს ზურიკოში გადახდილი და კარგად მოითხოვს სანაცვლოდ. ამიტომ ცოტა ჭიანურდება ზურიკოს ტრანსფერი. თან სენტ-ეტიენი დიდი გუნდია, მაგარი ფანებით, გიჟი ფანებით და ფანები ითხოვენ ზურიკოს და სტასინის შენარჩუნებას, რომ ეგრევე დავბრუნდეთო ლიგა 1-ში. თავის ინტერესები აქვს ხა ეგრეც არა. ზურიკოს ლიგა 2-ში ვერ გამოგაყოლებთ სენტ-ეტიენს, ბოდიშ გიხდით ფანებთან, მესმის, მაგრამ ჩვენც 1000-ისა. სოფლიოზე ვართ გასასვლელი, თურქეთი ჩამოდის ახლა სექტემბერში, 1000-ის საქმე გვაქვს ახლა ლიგა 2-შიდან სენტ-ეტიენის ამოყვანა ცოტა გადარბენებზე ვართ, მოკლედ თქვენთვის არ გვცალია ახლა. რაც შეეხება ზოგადად სოფლიო სატრანსფერო ამბებს, შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო სამყარო შეიშალა. ისეთ ხალხში იხდიან 60-70 მილიონებს, აი რავი, მანჩესტერმა ბეუმო იყიდა 75 მილიონად. მე რო 75 მილიონი მოგცეთ, ეხლა რომელიმეს. და წადით რამეში დამაბანდებინეთ მეთქი ფული. მეორე დღეს რო გეკითხები, რომ რაკენი, რა გააკეთე და მეუნები რომ ბეუმო ვიყიდე. შენი 75 მილიონი ხო გავგიჟდი ეხლა რა, მე რო გაგატანო რა. რო რამე წამომიღე რა და ბეუმე რო დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ 75 მილიონი ხო ძალიან სიგიჟე არის რა. ჩემი აზრით 75 მილიონად ისეთი ფეხბურთელი უნდა მოგდიოდეს, რომლის დაგუგლად საჭირო არ არის. და ბრენდფორდის თამაშები ხა არ მინახავს. შარშან და ბოლო პერიოდში არ უყურებდი ხა ბრენდფორდის თამაშებს და რო გავიგე რომ ბეუმოს ყიდულობს მანჩესტერი, დავგუგლე რა და 75-ს რო იხდი ფეხბურთელში, ხა ეგეთი კაცი არ უნდა მაგუგლინო რა. მატეუს კუნია იყიდა კიდე მანჩესტერმა ასევე 75 მილიონად. 9 მილიარდ ლარად ბეუმო და კუნია რომ მოგდის. რა ხდება სამყაროში, რომ 9 მილიარდი ლარი გაქვს და ეს მოგდის რა, კუნია და ბეუმო რა. აი შენ რო ეხა პატიკო 9 მილიარდი ლარი მოგცემ ბეუმოს და კუნიას იყიდი? არ გავეკარე. წავალ იახტას ვიყიდი თვითფრინავს და კუნძულს, რად მინდა ბეუმო. მაგის დედავატია რა. რაღაცა სიგიჟე ფასები არის. ლივერპულმაც ბევრი ხარჯა, მაგრამ ნახე უფრო საინტერესო მოთამაშეები ყიდა 100 მილიონი გადაიხადა ეკიტიკეში. ეკიტიკეში. ვინ არის ეკიტიკე? კი ვიცი ხა 1-2 თამაში მომიწია აინტრახტის უყურება რა ეკიტიკე 100 მილიონი ეკიტიკე რავი მაგის დედავატი. კარგი დავანებოთ თავი ტრანსფერებს. იმიტომ რომ ჩვენ მე მგონი გაგვექცა და დავნებდეთ რა, ანუ საფეხბურთო სამყაროს დაგორდა ბიზნესი.
რაც არის ეგ არა, ჩემი ფული ხო არ არის და თქვენ ფულს ხარჯავთ და რა. არა, ჩემი ფული როგორ არის, მანჩესტერის აქციონერი რო ვარ. ბეუმოში ჩემი ფულიც არის დახარჯული. კუნიასში და ბეუმოში ჩემი წილიც ჩანდავა. კაი, ეკიტიკეზე არ ნერვიულობ, მაგრამ ხა ჩემი ფულით რომ ბეუმო არის, ნაყიდი ეგ ეხა ცოტა ისე. ასაფიქრებელია. ნეტა რომ პირველი ოფერი რამდენიდან იწყება, რო გირეკა. გამარჯობათ, ეკიტიკე მინდა, რამდენიდან იწყებ პირველი შეთავაზება რა არის რა. ხო იცი რომ ცოტას გაგიზრდიან, მაგრამ შენ რამდენით იწყებ? 70-ით და მე ადიხარ 100-ზე? რანაირად ხდება ნეტა საინტერესოა. ანუ ახლა აინტრახტი 90-ად არ გაყიდი და? კაია იმ ამბავში რომ ეს ძალიან დიდი ფული რაც ტრიალებს. ეხლა ცოტათი მე ჩვენამდე ჩამოიღვენთება რა, რომ აი ქართული გუნდი რო გაყიდის 2 ლარად ფეხბურთეს და ის მე ძალიან ძვირ 100 მილიონად გაიყიდება, იქედა პროცენტი რაღაცა ჩვენამდე ჩამოიღვენთება. ამიტომ გაძვირება გვაწყობს, ქართულ ფეხბურთს გაძვირება გვაწყობს. კარგი, ტრანსფერებს შევეშვათ. მოდი, გავიხსენოთ ძველი დრო და რუბრიკა ქართული სპორტის პრესის მიმოხილვა. დავაბრუნოთ. სანამ კონკრეტულ სათაურებსა და სტატიებზე გადავალ, მოდი ყველამ ერთად გადავიმეოროთ მოთხრობითი ბრუნვა. როგორ გავარკვიოთ, ორდაბასმა არის მართებული თუ ორდაბასიმ? ვგუგლავთ ამ გუნდის სახელს და ვაკვირდებით თავის ენაში, ორიგინალში რა ქვია. ორდაბასი თუ ორდაბას? თუ ორდაბას ქვია, მაშინ მართებულია ორდაბასმა. თუ ორდაბასი ქვია, მაშინ მართებულია ორდაბასიმ. მოდი ვნახოთ. დავგუგლოთ, უბრალოდ მე უკვე ვნახე, ორდაბასი არის ორიგინალში. ანუ ი არის თავისი. შესაბამისად, სწორია ორდაბასიმ ვერ გადაუღუნა ქუთაისის ტორპედოს და არა ორდაბასმა ვერ გადაუღუნა ქუთაისის ტორპედოს. ეს ისე ზოგადად კიდე მოგვიწევს ამ გუნდთან თამაში მომავალ წლებში და ეხავე დავიმახსოვროთ. ჩვენ ადრე უკვე შევთანხმდით, რომ არასწორია ჩელსმა, ემპოლმა, სიტმა. დღეიდან მოდი ორდაბასმაც ამოვიღოთ ხმარებიდან. და ამ გუნდს ხშირად ხვდებით და დაგვჭირდება რა, ვიცოდეთ, რომ ორდაბასიმ. პირველი სათაური, რომელიც გვაქვს დღევანდელ სპორტის პრესის მიმოხილვაში არის ესეთი: იმპარატო მიხვდა რომ მიჰქარა და კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიში მოუხადა. ჩემი აზრით მიჰქარა არასწორია. მისქარა არის სწორი ფორმა. არ უნდა უბრალოდ მიქარა. ორდაბასიმ მიქარა და არა ორდაბასმა მიჰქარა. ამით დღევანდელი გრამატიკის ნაწილი დასრულებულია, გადავიდეთ სხვა სტილის სტატიებზე. ახლა წაგიკითხავთ ყველაზე ინფორმაციულ სათაურს კაცობრიობის ისტორიაში. სათაური, რომელიც შეიძლება სტატიაც ყოფილიყო. მესის ვერ აჩერებენ. ბოლო 7 მატჩში მან მე-6 დუბლი შეასრულა და კრიშტიანო რონალდუს გაუსწრო გოლების რაოდენობით პენალტების გაუთვალისწინებლად. ეს იყო სათაური. მე რაღაცებს კიდე დავამატებდი. აი ასეთი სათაური რო იყოს. მესის ვერ აჩერებენ. ბოლო 7 მატჩში მან მე-6 დუბლი შეასრულა და კრიშტიანო რონალდუს გაუსწრო გოლების რაოდენობით პენალტების გაუთვალისწინებლად. ინტერ მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა 21 მატჩში 41 ქულა აქვს, მაგრამ ფილადელფიაზე ჩხილებში 47 ქულა 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ესეთი სათაური უკვე მომეწონებოდა. ის ძალიან მოკლე იყო. შემდეგი სტატია. ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს. ესეთი სათაური გვაქვს. დავინტერესდი. რა აკადრეს? გავხსენი სტატია და ვკითხულობთ. ნაპოლის ულტრასებმა კასტელ დელ მონტეს ციხესიმაგრესთან ბანერი გამოფინეს, რომელზეც წერია: უვიცობა ყოველთვის მართავს შენს ცხოვრებას. დაბიოვ, გახსოვდეს აქ მარადონა თამაშობდა. მეთქი რაღაც მოხდა რა, აი უკადრებელი, მინიმუმ ბოზის გაგდებულს ველოდებოდი რა. მინიმუმ რა, უკადრებელი აკადრე. რა უვიცი და ისა მარადონა აფერი ისეთ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, სოფლიო სპორტი, რუბრიკა
ქართული სპორტის პრესის მიმოხილვა ვერ იარსებებს მსოფლიო სპორტის გარეშე, უბრალოდ არ იარსებებს. მე სანამ ვარ, ეგ რუბრიკა არ იარსებებს მსოფლიოს, ჩემი საყვარელი გამოცემაა მსოფლიო სპორტი. ასეთი სათაური გვაქვს. ჭორების ქარბუქი ლამინ იამალის გარშემო. სტატია იწყება ასე. დეიდა გადამარჩინე. აღმოხდა ლამინ იამალს და თავი ქალის მკერდში ჩარგო. ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი ალუზია შერეკილებთან. კონკრეტულად კი იმ სცენასთან, რომელშიც ერთაოს ბრეგაძე დეიდა მარგალიტას თხოვს, რომ ერთხელაც დააფიცებინოს. ლამინ იამალი ერთაოს ბრეგაძის საფეხბურთო გაგრძელება რა. საინტერესო გადაწყვეტა არის ჩემი აზრით. სხვათა შორის, რაც დრო გადის, სულ უფრო მომწონს ეს ჟანრი. სპორტის, ყვითელი პრესის ჭორნიუსების მხატვრულ ლიტერატურად გადაქცევა. ძალიან კაია რა. სხვა დონე დეიდა გადამარჩინე და მკერდში თავი ჩაყო. იამალზე კიდევ ერთი სტატია დევს. იამალის მშობლებს შვილის სექს სკანდალები არ მოსწონთ. სტატიაში მოცემულია იამალის მამის მუნირ ნასრავის კომენტარი. იამალის მამა აცხადებს, როდესაც 17 წლის ვიყავი, შიშველი ქალი ნანახი არ მყავდა. გაბრაზებულია თუ შურს, გაიგე. მე იამალის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ ამ შემთხვევაში მამა ატრაკებს. მუნირ, ის ფაქტი, რომ 17 წლის ასაკში ტიტველი ქალი არ გენახა, ეგ შენი არჩევანი იყო? ანუ იყო საშუალება და არ ნახე? 17 წლის ასაკში ბარსას სუპერსტარი იყავი? ინტერნეტი გქონდა? და მაინც არ ნახე, რაღაცას გვატყუერ. ჩემი აზრით, ცოტა აჭარბებს ბატონი მამა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იამალის ცხოვრების წესს არ მივესალმები. დღეისათვის სულ ეს იყო ქართული სპორტის პრესის მიმოხილვა, თუმცა იამალის თემას ვაგრძელებთ. 2 წლის წინ უჯარი მოდში იამალზე ვთქვი. ვნახოთ ვიდეო. ესპანეთთან რა აღმოვაჩინე, იცი? იამალს ვერ ვაგინებდი. 16 წლის ბავშვს როგორ დავაგინო? რაღაცნაირი ხე 1-2 წელი გახდეს 18-ის და საერთოდ არ მახსოვდა ეს რომ მქონდა ნათქვამი უჯარი მუდში და ამ ვიდეოზე დამიკომენტარეს გახდაო 18 წლის. რანაირად იმახსოვრებთ ასეთ რაღაცებს? სასწაული ხალხი ხართ რა. იამალს რაც შეეხება, კი გახდა 18 წლის, მაგრამ მაინც ვერ შევაგინებ. მაინც რაღაცნაირი მომენტია, იამალის ხნის ვიყავი იამალი რო დაიბადა. და ცოტა მაინც რაღაცა ბავშვია რა, ჩემთვის მაინც ბავშვია. გახდეს 20-ის და ახლა კი მეგობრებო, გამარჯვებულის გამოვლენა და სხვა კაი ამბებიც მაქვს. ბოლო უჯარი მოდში, რომელიც დიდი ხნის წინ იყო, მე სუგლოგები ვქონდა. თქვი რომ ერთ-ერთი კომენტარის ავტორი მოიგებდა, არ ვიცი რას მოიგებდა. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებული და შემდეგ თქვათ რა მოიგო ამ ადამიანმა. მაშინ არ ვიცოდით რა მოიგო. ეხლა ვიცით. ჯერ გამოვავლინოთ. ტელეფონით რო გამოვავლინო, ხო შეიძლება? აი, გამოვლინდება ეხლა გამარჯვებული, ოღონდ მე რო დავაჭირო გამარჯვებულის გამოვლენას ვერ ხედავს და შენ მიკარნახე, ავიდე? მანდ. ეგ არის? კი ბატონო. ჩამოწია ხელი? გამოვლინდა? გამოვლინდა. მარიკა ქავთარაძე, მაგარი ხარო, გაიხარე. ჩვენ რა მოვიგეთ, ესე იგი. ჩვენ მოვიგეთ 3 საჩუქარი. ამ 5-დან, მისტერი ბოქსიდან ამოვიდა 3 საჩუქარი. პირველი, რაც თქვენ მოიგეთ, ევრობასკეტზე თუ დააპირებთ წასვლას კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე, ტურისტული კომპანია Wonderland-ისგან თქვენ მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პაკეტზე. ეს ტაშის არ აქვს მნიშვნელობა 1 მატჩიან ტურს შეიძენთ, 2 მატჩიანზე წახვალთ, 3 თამაშზე წახვალთ, თელს ჯგუფურ ეტაპზე წახვალთ, რომელ პაკეტსაც აირჩევთ, ნებისმიერ პაკეტზე მიიღებთ ფასდაკლებას.
თუ თქვენ ვერ ახერხებთ წასვლას, მაგრამ თქვენს მეგობარს ან ნაცნობს უნდა, შეგიძლიათ ეს საჩუქარი მას გადასცეთ და ისიც ყველაფერზე ფასდაკლებით. ლინკი იქნება კომენტარში აღწერაში Wonderland-ის, ჯერ ერთი პაკეტი დევს გასაყიდად მთელი ჯგუფური ეტაპის და ნელ-ნელა გამოიდება ერთ თამაშიანი, ორ თამაში, სამ დღე ინდივიდუალური პაკეტიც კი შეგიძლიათ მოიფიქროთ, რომ აი იცით, მე წავალ პირველ თამაშზე, მე გამოვფრინდები უკან, მე წავალ მესამე თამაშზე, გამოვფრინდები უკან და მე მეხუთეზე წავალ. ეგეთი პაკეტით შეგიძლიათ ინდივიდუალურად მოიფიქროთ, მაგრამ არ გირჩევთ. მაგარი ფასდაკლებაა, 15% ძალიან მაგარი. მომწერთ და მოგიგვარებთ პრომო კოდს მოგართმევთ და ეგრე დაალაგდება ეგ ამბავი. ეს საჩუქარი ნომერი 1. ჩვენ ეგრე ვთქვით, ხო, პატიგო? მოიგე და გაიგე. ანუ ესეთი არარსებული საჩუქარი იყო, ხო? მოიგე და გაიგე. მეორე საჩუქარია ეს წიგნი, ძალიან კარგი წიგნი გამოვიდა გაყიდვაში. ეს არის გზამკვლევი ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნი, ორინოვანი საფეხბურთო წიგნი, სადაც ძალიან საინტერესო რაღაცები წერია. სამეცნიეროც და ისეთ ზოგადიც OT Sports Management-მა გააკეთა ეს ყველაფერი. კაი ხალხია, ჩემი ნაცნობები, მეგობრები და გამომატანეს ხალხო თქვენთან 3 წელი წიგნი, აქედან ერთი ჩემია, 2-ს გავათამაშე. ეს წიგნიც თქვენ უკვე არის გაყიდვაში, სხვათა შორის, წიგნის მაღაზიებში, ან ერთში, რომელში არის, უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ თქვენთვის რა მნიშვნელობა გჩუქნით. და მესამე საჩუქარი. მესამე საჩუქარია კროკოსგან. ეს არის ჩვენი ტრადიციული საჩუქარი, საქართველოს ნაკრების პირველი მაისური. მოდი აღარ გავხსნი, იყოს გაუხსნელი, ნანახი გაქვთ ყველას. რეპლიკა საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მატჩის მაისურისა. და ესე იგი სამი საჩუქარი ამოვიდა საიდუმლო ყუთში. უჯარი მოდის Facebook-ზე, ან პირად Facebook-ზე მომწერე. გამარჯვებულო და მოგაწვდით პრომო კოდს მაისურს, უბრალოდ შევთანხმდებით როგორ მოგაწოდოთ. გათამაშება გვაქვს ამ ვიდეოზეც. ეს გამარჯვებულები უკვე გადავაგოროთ. რაც შეეხება ამ ვიდეოს გამარჯვებულებს. ტრადიციულად, რაც გესიამოვნებათ, დააკომენტარებთ, რენდომაიზერი ამოირჩევს ერთ კომენტარს და მოიგებთ იცით რას? არ ვიცი. ახალი შავი ყუთი, რომელშიც რა საჩუქარი იქნება, არ ვიცით. იმიტომ რომ შავი ყუთია, როგორც უკვე აღვნიშნე. ამიტომ ხო, გავაგრძელოთ ეს ლამაზი ტრადიცია და რა საჩუქრები ამოვა, კაცმა არ იცოდა. უსაჩუქრო დავტოვეთ რა თავარია. პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ყუთი არ ყოფილა. სამსაჩუქრიანი შავი ყუთიც პირველად მოხდა. ეხლა მე წავედი რუმინეთში. ოჰო. რაგიდან რუმინეთში? ჭადრაკის ტურნირზე. მივდივართ ძალიან სერიოზულ ტურნირზე, სერიოზული საპრიზო ფონდით. A დივიზიონში ერთი 6 დიდოსტატი გრანდმასტერი მონაწილეობს და საერთაშორისო ოსტატები და ფიდემასტერები და იმერებს აღარ ვთვლი უკვე იმდენი ცვენაა. B დივიზიონში არიან 2000 ქვემოთ რეიტინგიანები, 1999 და ქვემოთ, რაც ძალიან იშვიათობაა, იმდენად მაღალი ჭერია B დივიზიონისთვის, რომ რამდენიმე წოდებიანი მოთამაშე თამაშობს ჩემთან ერთად და ზურასთან ერთად, ბევრი კანდიდატ მასტერი და 3 ფიდე მასტერია უკვე დარეგისტრირებული ამ B დივიზიონში. ანუ ვიღაცები ხო გახდნენ, მერე დაბერდნენ ან ცოტა დაიკლეს. მაგრამ ახლა ერთხელ რო გახდები რაღაც, თუნდაც კანდიდატ, მთელი ცხოვრება კანდიდატ მასტერი ხარ, არასოდეს არ კარგავდა. ანუ იმდენად B დივიზიონიც კი იმდენად სერიოზულია, რომ რამდენი მონაწილეა? 200-ზე მეტია მარტო B დივიზიონში. რამდენიმე კომპანიამ გადაწყვიტა გვერდში დაუდგეს ჩემს ამ უცნაურ წამოწყებას, რომელსაც ქვია პაცორო კაცი იწყებს პროფესიულ სპორტულ კარიერას. როგორ Wonderland-ი უკვე გითხარით, გაგაცანით და რუმინეთში წასვლაშიც დაგვიდგა ხარში და ევრობასკეტზეც
დაგვიდგება ხარში. ეს იქნება ჩვენი მოკლე თანამშრომლობა, მოკლევადიანი სამომავლო გაგრძელების პერსპექტივით. ნახოთ როგორ დავმეგობრდებით რა, მაგრამ ეხა ესე მოკლე ვადაში ახლა ესე გრძელვადიანს ტურისტულს არანაირად ვიზა გექნება, არ გექნება, ეგეც არ ვიცით და სანამ ვიცით, ქართული სპორტის სიყვარულში ეს ხალხი დაგვიდგა გვერდით. კიდევ კროკო ვიცით, პირველივე დღიდან, ამ არხის შექმნის დღიდან ჩვენს გვერდით არიან და ამ ჭადრაკის და სპორტის ამ სიგიჟეშიც გამოყვნენ და 2 ტიტულიც მოიპოვეს. კიდევ კომპანია გრავიტონი არის ესეთი ძალიან კარგი კომპანია, რომელსაც ტოპ სამედიცინო რაღაცები შემოაქვს საქართველოში, დაგვიკავშირდა და თქვენო ტვინი გადაგეღლებათო და გამოგვიგზავნა ვიტამინი, რომელიც უნდა დავლიოთ დილით მე და ზურამ. ახლოს დამანახე. ეს ვიტამინი უნდა მივიღოთ, რომ არ გადავიწვათ. ეს არის უმაღლესი ხარისხის, არის ბევრნაირი საკვები დანამატი და ვიტამინები, მაგრამ ეს არის უტოპესი, როგორც ამიხსნეს, შუშის კილაში როდევს მარტო მაგიტო, მაც. ხო და არ ვიცი ამას ვიფრინავში ამატანებენ თუ არა, ამიტომ რო რამე გადავყრი პლასმაში და ისე წავიღებ. კიდევ სამოგზაურო რაღაცები გამოგვიგზავნეს, მოგზაურობაში მოსახერხებელი რაღაცები, რასაც რუმინეთის ვიდეოში გაჩვენებთ თუ გინდათ, ისეთი უნდა ჩვენოთ იქ ვაჭი. უფრო აი მოსახერხებელი კვილის ჯაგრისი პასტა რაღაცა, ეგეთი რაღაცები, რომ ჩვენ სამმა მოგზაურობაში კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. აბსოლუტურად ყველა სპორტსმენს სჭირდება საკვები დანამატები და ვიტამინები, ჩვენნაირ მაიმუნ სპორტსმენებსაც კი სჭირდებათ და მადლობა გაჩიდგომისთვის და ვინც უფრო ახალგაზრდები ხართ და უფრო დიდი მომავალი გაქვთ სპორტში ვიდრე მე, თქვენც გირჩევთ რომ ეხლავე მიაქციოთ კვებას, ვიტამინებს, ყურადღება, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რა თქმა უნდა და არა გუგლით. თუ რამე დაგჭირდეთ რჩევები, სხვადასხვა ამ წიგნშიც არის რაღაცა კვებაზე და ვიტამინებზე და ძალიან საინტერესო რაღაცები წერია რა. მადლობა ამ კომპანიებს, რომ ქართულ სპორტს დაუდექით გვერდით ამ ფორმით. სხვებსაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, შემდეგ ტურნირზე მაგალითად მწვრთნელით წასვლა გაასწორებდა და ამაში დაგვეხმარეთ მაგალითად. ვიღაცები ტურნირებზე მოდიან საკუთარი მზარეულით, ფსიქოლოგით და მასაჟისტით ტურნირებზე და მე ხა მწვრთნელი რომ მოვითხოვ, მე მგონი ამაში არაფერი ესეთი ავას რა გონია და რა. შემდეგი ვიდეო, უпростоრად ალბათ შემდეგი 2 ვიდეო გვექნება საჭადრაკო და მე ისევ უჯარიმოდ სტუდიური. ან შეიძლება იქედან ჩავწეროთ, ან ნახოთ, არა. საჭადრაკო 2 რო გვექნება ეს უეჭველი გვექნება და თან ისა რა ქვია, ქართული კლუბები ევროტურნირებზე კარგად დავცადეთ ჩვენი ჩასვლა იქ. ხო და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ საჭადრაკო და მეორე საჭადრაკო ვიდეოებს შორის რაღაცა ისიც მოვასწროთ, რა ქვია. ნახოთ როგორ დაალაგდება. უახლოესი გეგმები უკვე გითხრათ. ზაფხულში არ ვჩერდები. ზაფხულში არ ვჩერდებით. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და სარის ღილაკის ჩართვა თუ არ დაგეზარებათ, დაგვეხმარებით იმაზე უფრო მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მადლობა და დროებით.